დღეს ბევრჯერ და ბევრ ოჯახში ერთი და იგივე კითხვა ისმის, რატომ გახდა მოზარდი უფრო ჩაკეტილი, გაღიზიანებული, უხეში ან თითქოს საერთოდ მიუწვდომელიც კი. ზოგჯერ ეს ჩანს აგრესიაში, ზოგჯერ სრულ იზოლაციაში. მოზარდის ასაკი ყოველთვის რთული იყო, მაგრამ დღეს ამ სირთულეს ემატება სოციალური ქსელები, შედარების მუდმივი რეჟიმი, მარტოობის განცდა, სკოლისა და ოჯახის მოლოდინები, როგორ შეიძლება რომ აქედან გამომდინარე დასრულება დროულად შევამჩნიოთ ეს სიგნალები და რა ტიპის გარემო ეხმარება ახალგაზრდას, რომ საკუთარ თავთან და სხვებთან კავშირი აღადგინოს. ჩვენი სტუმრები არიან ნინო ქვარიანი, ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრი საფეხურის და საქართველოს ფსიქოსინთეზის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ქალბატონი ნინო ხაჟომია, ჟურნალისტი, მობრძანდი. მოგესალმებით, პატიცამული. მობრძანდი, აბრძანდი, ძალიან სერიოზულ თემაზე სასაუბროდ მოვედით და აქტუალური და სამწუხაროდ ძალიან პრობლემური. მოგესალმებით, ძალიან საინტერესო თემაა და მოდი დავიწყებთ კითხვებით. როდესაც ვამბობთ, რომ მოზარდებში იზრდება აგრესია და ეს ქართულ გარემოში სამწუხაროდ დღეს უცხო არ არის, ხშირად ვხედავთ მათ ჩაკეტილებს, ზოგჯერ ვგრძნობთ, რომ ისინი მარტო არიან, რა მიზეზებს ხედავთ ყველაზე ხშირად ყველაფერი ამისა? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მოზარდობა ზოგადად არის ძალიან სერიოზული გამოწვევა. გამოვლილი გვაქვს, ვიცი, ეგრაც არის. ხო, მაგრამ ჩვენც ხო ვიყავით მოზარდები, რაღაცა თითქოს უფრო მძაფრია. ახლა ის, რასაც ჩვენ ვხედავთ როგორც მშობლები. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, როგორც გარემო. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მოზარდობა საერთოდ სხვა პერიოდში იყო. მეტად რო ქონდა მშობლები ჩვენთვის, არ იყო ამდენი, ესე ვთქვათ, გარედან შემოსული ამდენი ინფორმაცია, რომელიც უსარგებლო ხშირ შემთხვევაში, რომელიც საერთოდ არ არის საჭირო. გაუფილტრავენ. კი, გაუფილტრავიც კი. და მათ შორის რა არის ეგრეთ წოდებული ფეიკი და რა არის ნამდვილი ინფორმაცია, ესეც რთულია. და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მშობლებს არჩევათ დრო თავიანთი შვილებისთვის. ანუ ისო მშობლებს და არა მარტო მშობლებს, ბრალდება არა ჭალებში, ასე. იმიტომ რომ მათი უკეთესი მომავალი შეუქმნათ. და არა მარტო მშობლების, სკოლა, თანატოლები, ის მედიაც მათ შორის. და არც ისე სასიამოვნო ინფორმაციების გარემოცვაში ვართ ხოლმე მთელი დღის განმავლობაში, აქ გულისხმობ სოციალურ მედიასაც. ჩაგიჭრებით რა, რომ თავისაუბროთ. მეორე ის არჩევანის წინაშე დგევართ რა. ეხლა ყველაფერი ამის გარო გამოვაცალკევო და რაღაც ინკუბატორში მოვაქციო ბუდას ახალგაზრდობას რომ დავამსგავსო, შეიძლება სრულიად სხვა შედეგი უნდა მივიღო. ან როგორ უნდა მოვიქცე? ხო, მაგრამ ემოციების და პრაქტიკულად შეგვიძლია უკეთესად ისაუბრებს ამ თემაზე. ვერაფერს ვერ გამოვაცვლით აბსოლუტურად. ეს არის ის გარემო, რომელშიც მათმა უნდა ისწავლონ ადაპტირება. ამ ლოგიკით ჩვენი ბებიების თაობა რო გავაცოცხლოთ და მოვიყვანოთ ამ სამყაროში, მათთვის ძალიან ბევრი იქნება უცხო და წინა საუკუნეებშიც რო დაუბრუნდეთ. ჩვენ ყოველთვის უნდა ადაპტირდეთ თანამედროვე გამოწვევებთან, მაგრამ ეხლა რატო ჭირდებათ მოზარდებს აი ამ სოციუმის მხარდაჭერა, რაც ჩამოთვალე, მშობელი, სკოლა, ოჯახი, ხო? ძალიან ბევრი კითხვები უჩნდებათ. მით უმეტეს ვერც კი ასწრებენ იმდენი ინფორმაცია შედის ყოველდღიურად მათ ტვინში ამის გადამუშავებას. და გარდა ამისა, ძალიან გაიზარდა სოციალური ქსელების გავლენა და თვითკრიტიკით დაკავდნენ ბავშვები. აქვთ უამრავი კითხვა, რომელზეც, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტთან უფრო დიალოგში არიან, ვიდრე ცოცხალ ადამიანებთან, ხო? და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყოველდღიურ რუტინაში წლის განმავლობაში ჩართულები არიან, მათ შორის უფროსებიც ხშირად მათ წნეხში ვამყოფებთ, იმიტომ რომ უწესებთ მაღალ სტანდარტებს, ვადარებთ ვიღაცებს, ნახე იმან რამას მიაღწია ამან იმას და მით უფრო როცა მოზარდი ჯერ ვერ დგას მყარად ფეხზე და მას არ აქვს საკუთარი თავის საყრდენი, აი ძალიან ესე არის, აი მაგალითად რო წარმოვიდგინოთ პინგ-პონგის ბურთივით არის, რომ რაღაცების გავლენის ქვეშ მუდმივად ექცევა, ხო? უჩნდება კითხვა, ამაზე პასუხს ვერ იღებს, იკეტება და თუ მოზარდი აგრესიულია, მისი აგრესიულობა ჩვენ გველაპარაკება. ესე იგი, მას რაღაცის შინაგანი კონფლიქტი აქვს. მას ჭირდება რაღაცაზე პასუხი, მას ჭირდება მოსმენა. ჩვენ ფსიქოთერაპევტები ხშირად ვამბობთ ფრაზას, რომ მოსმენა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათ შორის ჩემი ესეთი ასაკოვანი კოლეგებისგან, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, სწორედ ეს გაზდევს ხოლმე ლეიტმოტივად, რომ შეიძლება შენთან რომ მოდის ადამიანი, პირველი ხარ, ვიც მას მართლა უსმენ, ყურით არა, მთელი არსებით, ხო? და მოზარდებში ამ აგრესიის დაგროვებას იწვევს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა
და ყველაზე მნიშვნელოვანი სითბოს და სიყვარულის დეფიციტი. და აქვე გეტყვით, რომ როცა ჩვენთან მოყავთ მოზარდები ჩვენს კომპანიაში და აქ ჩვენი სხვა სპეციალისტები მუშაობენ, პირდაპირი კორელაცია მშობლის ფსიქოემოციურ მდგომარეობასა და მოზარდის ფსიქოემოციურ მდგომარეობას შორის და ბოლოს ისე ხდება, რომ მშობლები უფრო აგრძელებენ მერე დიდხანს ფსიქოთერაპიაზე სიარულს, ვიდრე ბავშვი. ხო, იმიტომ რომ ნინოსთან გადავიდეთ საუბრით, პრაქტიკული მაგალითებით, აი ოჯახი ავიღოთ თქვენც დედა, მეც დედა, მამა, ხო? აი როგორ უნდა მოხდეს ეს? თქვათ ვხედავთ, რომ არ იხსნება ბავშვი. აი უნდა რაღაცა თავის სამყაროში იყოს გამოკეტილი რა ჯობია თქვა დაყვავებით საუბარი ცოტა უფრო ხისად აი როგორი ნაბიჯები არ მაქვს ესეთი გამოცდილება მე შემიძლია ჩემს გამოცდილებაზე ვისაუბრო და უფრო ეხლა რაც ჩავიხედე თუმე მთელი ფსიქოლოგიური მომენტი ყოფილა ეს ჩავიხედე ამ თემაში ძალიან საფუძვლიანად რა აი აღმოაჩინე რომ ჩემი შვილები გამიზრდიან ძალიან სწორედ და რატომ იმიტომ რომ მთელი ცხოვრება აი ჩემი პროშვილი იყო 3 წლის პირველად მთაში ვწავედით საწანწალოდ რა და იქიდან მოყოლებული აი 2 დღის წინ მირეკავს და მეუბნება რომ მე მოვდივარ თბილისში ევროპაში ცხოვრობს არ არის საქართველოში და რა გინდა თბილისში რატომ მოდიხარ იმიტომ რომ მომენატრა შენთან ერთად მთაში სიარული და აღმოჩნდა რომ რა ხდება ახლა ნინო უკეთესად ისაუბრებს ამაზე მაგრამ მას მე რა მთლიანად ფსიქოლოგია ეს ფსიქოსინთეზია რომ აი ამ ბუნებრივ გარემოსთან დაახლოვება ყველანაირ ნიღბებს გვაშორებს და გვჩება დრო საკუთარ თავთან, საკუთარ ემოციებთან დარჩენის და გაგების რა გვინდა რეალურად რა მივიღოთ, არ ვიცი, ცხოვრებისგან, იმ მომენტისგან. ანუ აღმოჩნდა რომ ჩემი შვილი, რომელიც ძალიან სტრესულ გარემოში მუშაობს, მთაში აკეთებს გადატვირთვას. იმიტომ რომ მის თავთან რჩება ამ და ახსენებს იმ კავშირს, რაც ჰქონდა დედასთან ერთად, ხო? ნუ არ ვიცი, შეიძლება ესეც იყოს. ესეც და გარდა მაგისა ბუნებას საოცარი ზემოქმედების ძალა აქვს, ხო? ერთი შეკითხვა მექნება, ანუ თქვენ თქვით მოსმენასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, უბრალოდ თქვენ ისაუბრეთ, მე გისმენდით გულისხმურით და ესეც შეკითხვა მაქვს. ანუ მოსმენა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ვის უსმენ, მაგრამ საერთოდ მოსმენის უნდა გამოუმუშაოთ, მე მგონი რაღაცნაირად თვისება რომ მოგისმინოთ. არა თუ გააცნობიერონ რას გელაპარაკება ადამიანი. აი ამასთან დაკავშირებით როგორ აი სათავე ნახოთ რა, იმიტომ რომ არ გისმენენ და არც იციან მოსმენა. ხო, აქ ერთ მას თემას გავუსმენ ხალხს, რომ კომუნიკაცია ადამიანებს გონია, რომ მე უნდა ვსაუბრობდე. ამ დროს კომუნიკაციაში უმნიშვნელოვანესია გაიგო რას გესაუბრებიან. მოსმენა იმ შემთხვევაში არ შეუძლიათ ადამიანებს, როცა ფიქრობს მე რა უნდა უპასუხო მას. მაგრამ ბავშვი როგორ უნდა გამოვიმუშაოთ ეს, ხომ? მარტივად ჩვენ უნდა ვესაუბროთ მათ შორის, ჩვენ უნდა გავეხსნათ მას რაზე შეგვიძლია მასთან საუბარი. იმიტომ რომ ბავშვებში თითქოს იქნება ისეთი მოტივი, რომ მათ აქვთ ეს გამოწვევები და ჩვენ ისე გავიარეთ მთელი ჩვენი პერიოდები, რომ მსგავსი გამოწვევა არ გქონია. და მოზარდებთან მუშაობის დროს კიდე ძალიან სპეციფიური ის გახლავთ, ისინი პირდაპირ არ ლაპარაკობენ საკუთარ გამოწვევებზე. უნდა მიხვდე და ფსიქოლოგების, ფსიქოკონსულტანტების და ჩვენი პროფესიონალიზმი სწორედ ამაშია, რომ პროექციულ მეთოდებს ვეძახით ამას. ძალიან გვერდით, ირიბად უნდა მოახერხო, რომ ბავშვმა დაიწყოს საუბარი ამაზე. არათუ ვერ იწყებს საუბარს, არც კი იცის რა არის მისი პრობლემა. ზოგადად გამოწვევების სწორად იდენტიფიცირება არის დასაწყისი ამ გამოწვევებთან გამკლავების. და აქედან გამომდინარე, როცა ვახსენეთ, რომ ყოველდღიურ რუტინაში ბევრი ისეთი აქტივობების დეფიციტი აქვს მოზარდებს, რომლებიც ძალიან აშორებთ საკუთარ თავთან. აი მარტივი დღე აიღეთ. მე პირადად მყავს 3 თინეიჯერი შვილი. და მიდიან სკოლაში, მე აქვს 13 საათი, მე სადღაც გარბიან, მე სადღაც გამობიან და მე საღამოს ვეუბნებთ ადრე დაიძინოს. როგორ დაიძინოს? 10 წუთი თავისთვის დრო ხო ჭირდება. ხო? დაუშვათ. და აქვე მინდა თქვა, რომ ჩვენ თვითონ ჩვენს კომპანიას საფეხურში გვაქვს მთელი წლის განმავლობაში პროგრამა, რომელიც არის მოზარდთა ფსიქოლოგიური განათლება და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. და ჩემი შვილები იყვნენ ჩემი ინსპირაცია, რომ ამ პროექტის ფარგლებში გაგვეკეთებინა საზაფხულო ბანაკი, რომელსაც უკვე ვაკეთებთ მესამე წელია. აი, ნახეთ. ცოტა უცნაურ კითხვას დავსვა მორიესთან. მე შემთხვევით არ ვასხსენე, ბუდა რელიგიაში გადავალ აღმოსავლურში. ბუდა თავიდან იყო პრინცი სიდხართა. ეს მამა უვლიდა, გადასარევი გარემო შეუქმნა, მაგრამ გაეპარა მამას
წავიდა სამყაროს აღმოსაჩენად, ნახა სიკვდილი, ნახა სიბერე, ნახა სიღარიბე, ყველაფერი ეს აღმოაჩინა. გავიგე, რომ თქვენ წაიყვანეთ 3 წლის ასაკში და წანწალი და ბუნების აღმოჩენა ასწავლეთ. თქვენ ბანაკს სთავაზობთ. თუმცა მე მაინტერესებს, სად არის ის ოქროს შუალედი სიდჰართას მამისა კონტროლსა და თავისუფლებას შორის. სადამდე ვაკონტროლებ და სადამდე ვაძლებ იმ თავისუფლებას, სადაც მან თვითონ უნდა აღმოაჩინოს რაღაცები. რომ მე დაგირეკოს და გითხრას, რომ მოდი შენთან ერთად მინდა რომ ვიხეტიალო. არა, მე სრული თავისუფლება მქონდა მისებული. პროფესიის არჩევანშიც კი არ დავეხმარი. არ ვიცი რამდენად სწორედ გავაკეთე ეს, თუ არასწორად, უბრალოდ მას მივეცი, რომ ეს შენი გასავლელი გზაა და შენ უნდა გაიარო. მე შემიძლია გირჩიო როგორც დედამ, მაგრამ ყველაფერი თვითონაც იძახის ერთის და მეორეც, რა ჩვენ ბავშვი კაცები ვიყავითო რა, იმიტომ რომ ყველა გადაწყვეტილება ჩვენი მისაღები იყო და ესეც მეორე უკიდურესობა. ესეც მეც ვცდილობ ხოლმე და მე მეუბნები რომ ყველაფერზე მე უნდა ავიღო პასუხი აბა და სად არის. აი ბავშვთა განვითარებაში არის ფაზები. გაგიკვირდება და 0-დან. და ეს ბანაკი ხო არ აძლევს იმის შანსს, რაც თქვენ თქვიცო, რაღაც რას თავაზობთ. დამოუკიდებლად, ხო. ნახეთ იმ ფრაზას დავასრულებ, ნახეთ წლინახევრიდან 3 წლამდე არის ასაკი, როცა ბავშვი ყალიბდება მე თვითონ. ჩემ თვითონ. მე თვითონ. ამ დროს ხშირ შემთხვევაში რა ხდება? ავი შენ დასვრი, იქ შპალიერს გამიფუჭებ, ამას გააკეთე. მოდი რა მე გავაკეთებ. გამოიჩინა ინიციატივა დავახშეთ, ჩააუხშეს და ბოლოს მას ამახსოვრდება, რომ არაფრის საშუალება არ მიცეს და ვერ გამოცადა საკუთარი თავი. სწორედ ეს საზაფხულო ბანაკები ემსახურება იმას, რომ დამოუკიდებლად გაუშვათ შვილები. ყოფილა ესეთ შემთხვევაში არშენ ერთი ქალბატონი მირეკავს და შეიძლება მეც ავიღო ნომერი და მე იქ ჩამოვიდე. კატეგორიულად არა, უპასუხეს ჩემებმა, იმიტომ რომ იქ იმისთვის უნდა გამოუშვათ თქვენი შვილი, რომ ის ნაბიჯები რაც ვერ გადადგა თქვენ სოციუმში, რომ მიეცეს საშუალება. 11-დან 17 წლამდე. ამაზე პატარები არ მიყვავს, იმიტომ რომ პირად ჰიგიენას ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველთვის რა თქმა უნდა ვარჩევთ ბუნებას, გასაგები, ხა ჩვენ მშობლები ვართ და ვიცით. სად მიყავს დავინტერესდი ეს ბანაკი სად იქნება? და წელს, ეხა ნინოს კოლაბორაციაც ესე გამოვიდა, რომ შარშან, ნინო ჩემი მეგობარია და მისი არაჩვეულებრივი შვილი წავიყვანე ბანაკში და წელს გადაწყვიტა ნინომ, რომ კოლაბორირდეს ჩვენს ბანაკთან, საფეხურთან და მივდივართ მთაში, გოდერძიზე. ღრუბლებთან ახლოს, ირგვლივ არაფერი არ არის, გარდა ამ სასტუმროსი, 2000 კვადრატული ეზოში და აუზებით, კოცონი, ინტერნეტი, ესენი, ისინი. შეზღუდული გვაქვს, ინტერნეტი იქნება, მაგრამ ტელეფონებთან აქვს ძალიან შეზღუდული წვდომა. და თავიდან ამაზე წუწუნებენ, მაგრამ მე აღარც ახსოვთ და როგორც წესი მშობლები ჩვენ გვირეკავენ, იმიტომ რომ ისედაც გვაქვს ჩვენ მშობლებთან კომუნიკაციის სერვისი, ანუ ერთი ადამიანი ვინც მათთან მუდმივად კომუნიკაციობს, არა მარტო კომუნიკაციაში, არამედ მუდმივად ვყრით ამ აქტივობების ფოტოებს აი ამ ჩატში და მე ესეთი შემთხვევაში ეჭვიანობა ეწებათ, რომ აღარ უყვარვარ ჩემს შვილს და ვეუბნები მიეცი საშუალება, რომ განვითარდეს, დამოუკიდებლად. ეს იმას ანიშნავს, რომ არ გირეკავს, აღარ უყვარხარ. უბრალოდ სხვა გარემოში აღმოჩნდა. მოზარდობის ასაკში თან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თანატოლებისგან მიღებულ გამტკიცებას. ხო, აი მათთან იმ სოციუმში ყოფნას თავისი ასაკის ბავშვებთან და აღმოაჩენა, მაგალითად, თავიდან რო არიან ჩაკეტილი ბავშვი. ჩაკეტილი ბავშვი არ ნიშნავს, მას რაიმე განსაკუთრებული პრობლემა აქვს. რა თქმა უნდა, არაფერს არ ნიშნავს. ჩვენ იქ არ მიყვავს რაღაცა დიაგნოზების ბავშვები. არიან ჩვეულებრივი მოზარდები, რომლებსაც აქვს ჩვეულებრივი მოზარდობის დამახასიათებელი გამოწვევები, ხო? და უცებ აღმოაჩენენ, რომ მე რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მეგონა რომ ამაზე საუბარი არ შეიძლება, თუმცა ნახე რამდენ ჩემთან ანატოლს ქონია. მე არის საოცარი გამტკიცებები. ჩვენი სლოგანი არის დასვენება, გართობა, თვითშემეცნება ყოველგვარი გამონაბოლქვისგან თავისუფალ გარემოში. აქ არ იგულისხმება ხელოსუფთა ჰაერი, აქ იგულისხმება ჯანსაღი ფსიქოლოგიური გარემო. სადაც გიღებენ ისეც როგორიც ხარ, გაძლევენ საშუალებას აღმოაჩინო შენი თავი, არ შეგრცხვე საკუთარი თავის გამოვლენის და საოცარ გამტკიცებებს მიღებენ. ბოლოს ნომინაციებს ვარიგებთ, მაგრამ ამ ნომინაციებს წინასწარ არასდროს არ ვიცით, იმიტომ რომ
თითეული ბავშვისთვის არის ინდივიდუალური ნომინაცია. იქიდან გამომდინარე რა როგორც არადგას თავის ხო, რა მოკლედ ნინოც ჩართულია. მე მაგ გამოცდილება, იმიტომ რომ შარშანაი როცა ძალიან მძიმე პერიოდს გავდიოდი ჩემი ცხოვრების და პურნალობდი და მჭირდებოდა, იმიტომ რომ ჩემი შვილი უყურებდა ამ ყველაფერს და კიდე მე ძალიან მძიმედ და კიდე ეს ჩემი შვილის განცდების ზემოდან დამატებული ძალიან ბევრი იყო და მე და ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვართ და წაიყვანა ნიკა. მაგრამ ისეთი ტრანსფორმირებული ჩამოვიდა ბავშვი, რომ გავოცდი, არ შეიძლება 10 დღეში, რა თქმა უნდა, ყველა ბავშვს აქვს რაღაცა მოზარდობის პრობლემა, ხო? პრობლემას არ დავარქვი, გამოწვევა. ბუნებრივიც კი არის, რომ რაღაცები იცვლება. მე თვითონ გამოვცადე, რა მისცა ჩემ შვილს ამ 10 დღემ და იმიტომ გადავწყვიტე. მაშინ 8 დღე ვიყავით. ხო, და აი იმიტომ რომ ნინო ეს გამოცდილება რაც შეიძლება ბევრმა ბავშვმა უნდა გაიზიაროს და მოდი გავშალოთ ფრთები. ბუნება მბრძანებელია. ასია, დიდი მადლობა და დავაფიქსირებ, რომ გვიხარია, რომ ხართ ძალიან კარგად, ძალიან ლამაზად, აქტიურად და მოკლედ ზაფხულს გაატარებთ ბავშვებთან ერთად. მოძებნეთ ეს ბანაკი და გირჩევთ, რომ შეუერთდეთ ამ არაჩვეულებრივ. ჩვენ სხვა წავიდეთ, მაგრამ არ მიგვიღებენ. სიამოვნებით ჩამოძადეთ. ჩვენ ასაკობრივ ცენზს არ შევეცადოთ. შეგახვედრებთ, მოზარდეთ თქვენი გამოცდილება. დიდი მადლობა. თუ ბავშვებზე